ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი და მათ შორის ისეთებიც, ვინც არ არის საერთოდ პროფესიონალი, იძლევა რჩევებს მკურნალობაზე, კვებაზე, სორკვებაზე, ვარჯიშებზე და თუნდაც სწავლებაზეც. ამიტომ ვიფიქრე, როგორც ბიოლოგს მაქვს უფლება ვისაუბრო არა მარტო ადამიანის ორგანოების აგებულებაზე და ფუნქციებზე, არამედ მათ დარღვევებსა და პროფილაქტიკაზე. ამიტომ დღეს დავიწყებ თვალით. როგორ დავიცვათ მხედველობა. თვალი მეტამორფოზებიანი სტრუქტურაა. ასაკთან და გადაღლასთან ერთად იზრდება ისეთი დარღვევების რისკი, როგორიც არის მაგალითად კატარაქტა, ფროულის შემღვრევა, გლაუკომა, ეს არის თვალის წნევის მომატება. ეკრანებთან ხანგრძლივი მუშაობით ზედმეტად იძაბება თვალის კუნთები. მათ დასაცავად გამოიყენეთ ასეთი წესი. დაიმახსოვრეთ, ეს არ არის ერთჯერადი ვარჯიში, ეს ეკრანთან მუშაობის რეჟიმია. ყოველ 20 წუთში, 20 წამის განმავლობაში მზერა 6 მეტრის მოშორებით საგანზე გადაიტანეთ. თქვენს დღეში 2-3 წუთი დაუთმეთ ამ მარტივ ვარჯიშებს. პირველი, წრიული მოძრაობა. თვალები ამოძრავეთ წრეზე. საათის ისრის მიმართულებით და პირიქით. მეორე მარტივი ვარჯიში ფოკუსირება. შეხედეთ თითს ახლოს. შემდეგ კი მზერა შორს გადაიტანეთ. და რაც მთავარი არ დავიწყოთ სწორი კვებაც. საკვების რაციონში ბადორის დასაცავად ჩართეთ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის მწვანილი, ისპანახი, ბროკოლი, კვერცხის გული. ისინი მდიდარია ლუტეინით. თვალის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია ომეგა-3, მაგალითად ნიგოზი, თევზი და მხედველობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ა და C ვიტამინები, მაგალითად სტაფილო, მაგალითად მოცხარი, მოცვი, ციტრუსები. დღესვე იზრუნეთ თვალებზე.